აღმოსავლეთ კალთაზე მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს სოფელი აწყვიტა მდებარეობს. როგორც ბევრ მესხურ სოფელს, ამ სოფელსაც მდიდარი ისტორიული წარსული აქვს, რომელსაც აქაურები განსაკუთრებით უფრთხილდებიან. მოდით ჩვენც ვიმოგზაუროთ სოფელ აწყვიტაში და უკეთ გავიგოთ მისი ისტორია. აწყვიტა ზღვის დონიდან 1260 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ასპინძის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. ეს არის საკმაოდ დიდი სოფელი, სადაც ამჟამად 176 კომლია დასახლებული. სოფელი აწყვიტა ასპინძის მუნიციპალიტეტიდან 13 კილომეტრით არის დაშორებული. აქ მოსახლეობის უმრავლესობა მესაქონლეობას და მებოსტნეობას მისდევს. სოფელ აწყვიტას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ნინჩგორი, სამხრეთით ტოლოში, ჩრდილოეთით ქუნცა, დასავლეთით კი ძველი აწყვიტა. სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით რამდენიმე ლეგენდა არსებობს და მას აქაურები დღემდე სიამაყიტყვებიან. ლეგენდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთი თამარ მეფეს უკავშირდება, მეორე ერეკლე მეფეს, ასე დიდ მეფეებს უკავშირდება. ბასიანის ბრძოლის წინ თამარის ცხენი დაუბამდა და მერე აუწყვეტია, დაუჭირხვინა და გაქცეულა. ერთი ლეგენდა ასეთია და თამარს ეს ძალიან კარგად ენიშნა თურმე და გამარჯვების ნიშნად მიიღო. მეორე ლეგენდა არის, რომელიც ერეკლე მეფეს უკავშირდება ასპინძის ბრძოლის შემდეგ, დაუბამს ცხენი, როგორც ცხენთან ასოცირდება ორივე და აუწყვეტია მის ცხენსაც და გაქცეულა. და იქ თუ მხოლოდ ერთი სოფელი აწყვიტა დაერქვა, აქ რამდენიმე სოფელს დაერქვა. ამ ლეგენდის თანახმად ძველი თოკი აწყვიტა იდუმალად ბნელაში დამალა. ამ წუთში ვიმყოფებით აწყვიტაში, ძველ აწყვიტაში, აი ძველი სოფელი, რომელიც ეს უბანი არის, ამ სოფელში ეს სოფელი ჩამოსახლებული არის სოფელ დადეშიდან. მისი ჩვენი წინაპრები იქ ცხოვრობდნენ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გვაკავშირებს სოფელ დადეშთან. სოფელი დადეში ძირითადად დასახლებული იყო ქართველი მოსახლეობით. აი ეს სოფელი კი დასახლებული იყო მუსლიმანი თურქი მოსახლეობით. როცა ისინი 1944 წელს გაასახლეს, ეს ისტორიული მოვლენა, მაშინ მოხდა სოფელ დადეშიდან ჩვენი აქ ჩამოსახლება. თქვენ იმყოფებოდით სოფელ ქუნცაში, მანამდე ის ცალკე სოფლად იყო გამოცხადებული, ესა აი იმ პერიოდში, სწორედ 60-იანი წლების დასაწყისში მოხდა ამ სოფლის გაერთიანება, ამ ორი სოფლის გაერთიანება და ამ ორივე სოფლის მიწებით გაერთიანდა შესაბამისად და ასე დასახლდა სოფელი, შუა სოფელი, ახალი სოფელი. ამის შემდეგ ამ ორ სოფელს ერთმანეთთან გასაყოფი აღარ აქვს. ყველა ერთად ვართ, ძალიან ხმაშეწყობილი და მე ასე მგონია, თითქოს ერთად ვიცხოვრიათ მთელი ცხოვრება. ჩვენ ივანიძეები ვართ დადეშელები
დადეშელები ჩვენ სოფელს ქვია დადეში. გადმოგვაბრძანეს მერე აწვიტაში. თათრები რო გაასახლეს. ჩვენ აწვიტ直ები ვართ იცი როგორა 3 იმისგან შედგებოდა გვარისგან 4 გვარი ივანიძეები ძირითადად ივანიძე ცხოვრობს ამ სოფელში ძირითადად მერე დიასამიძეები მერე ბერიძეები ცოტა არიან ბირჩაძეები და მერე შემოგვემატა შიგადაშიგ ზოგი მელიქიძე ზოგი ისა და გაუმრავლდით ასე ეხლა გვიყვას ეს ჩვენი სოფელი როგორ არ გვიყვას კაი ქვეყანა არის არ არის ცუდი ყველაფერი მოდის მოსავალი ყველაფერი მოდის რაც გინდა თქვა დათესო ყველაფერს მიიღებ ეხლა ცხოვრება არ არის დასამდური შრომელი კაცი თუ ხარ შრომელი კაცი ყველაფერს მიაღწევ თუ ხარ უქნარა და ვიგინდარა ვერაფერს ვერ გააკეთებ აი იმიტომ მიყვარს ჰაერი კარგია აქა შვიდი ხალხია აქ არიციან ყველობა არიციან ოხრობა ისა შვიდი ხალხია ჩვენი ეს მესხელი ხალხი არის ძალიან შვიდი ეს აწვდის ხალხი აწყვეტიდან 1 კილომეტრის დაშორებით ქუნცის დასახლებაში მდებარეობს წმინდა მაცხოვრის სახელობის ტაძარი, რომელიც მე-19 საუკუნით არის დათარიღებული. ტაძარი თავისი არქიტექტურით არის გამორჩეული და ის ძეგლის სტატუსს ატარებს. მამაო გამარჯობათ. მოგესალმებით. როგორ ახართ? ერთმა დაგლოცოთ. გაიხარეთ. როგორ გიკითხოთ? გაიხარით, მადლობა. თქვენ როგორ ძანდებით რეშტებით? მესხეს ჯავახეთში. გესტუმრეთ თქვენს ულამაზეს და უძველეს სოფელში და გვაინტერესებს ტაძრის ისტორია, იმიტომ რომ როგორც ვიცით და წავიკითხეთ ძალიან ძველია, მე-19 საუკუნით არის დათარიღებული და მაცხოვრის სახელობისა. რა თქმა უნდა. უფრო მეც თქვენ გვიამბობთ. ტაძარი როგორც აღნიშნეთ არის მე-19 საუკუნის, ანუ ადრე შუა საუკუნეების მიჯნაზე აშენებული. თავდაპირველად ტაძარი აშენდა სამნავიანი იყო, სამნავიანი, მერე შემოსევების და ბედის უკმარტობის გამო და ჩვენი ამავე დროს წოდების გამო დაირღვა ერთ-ერთი ნავი, რომელიც მერე შემდგომად აღარ აუშენებიათ, აღარ აღუდგენიათ და ამ პერიოდში გვაქვს ორნავიან ტაძრად წარმოდგენილი. ტაძარს ძირითადად გააჩნია რაც შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთის მხარეს ბოლნური ორი ჯვრის ქვა, რომელიც ძალიან დიდ მის ძვირფასეულობას წარმოადგენს, ასევე თვითონ ტაძარში გვაქვს ძველი ხატები შემორჩენილი. სოფელმა რომ გადაერჩინა ტაძარი და საერთოდ არ დაეკარგათ მისი სიწმინდე სიძველე,
შემოინახა როგორც ბეღელი, როგორც საწყობი, ესეთი უამრავი გვაქვს. მესხეთ-ჯავახეთში ტაძარს აქვს შეთეთრებული კედლები, ქონდა აღდგენამდე ქვის იატაკი, უხეშად დამუშავებული ქვის იატაკი, რომელიც მერე ძეგლთა დაცვის და რა თქმა უნდა ეკლესიის შეთანხმებით აღდგა და გაკეთდა, მოწესრიგდა. შემორჩენილი გვაქვს ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით ტრაპეზის ქვა ამოტრიალებულია ახლა, შეცვლილი აქვს ძირი და სტელის ძირია ეს ზემოდან რაც ადგას ქვაზე, ეს არის სტელის ძირი. უამრავი იყო ესეთი სტელა, იყო წინაპრები აკეთებდნენ ქვაჯვრებს, სტელებს, რომელიც რა თქმა უნდა მცირე სალოცავებს, რა თქმა უნდა, აღნიშნავდა. ასევე შემორჩენილია სტელა და სალოცავი ნიში სოფლის შუაგულში, იქ დღესაც მიებრძანდებიან სოფლის მოსახლეობა და ასევე რა თქმა უნდა ლოცულობენ, იქ აღევლინება ლოცვა და აღინიშნება დღესასწაულები იმ ნიშთან ერთად. დღესდღეობით ტაძარში შაბათ-კვირას ტარდება აღევლინება, წირვა-ლოცვა, ღვთისმადლით და წყალობით და მრევლი, რა თქმა უნდა, ჩვენი სოფლის აწყვეტის და ქუნცის მოსახლეობა მობრძანდება და დიდი სიხარულით, რა თქმა უნდა, დღესასწაულობს ყოველ შაბათ-კვირას, ყოველ რა თქმა უნდა, წმინდა საეკლესიო დღესასწაულებზე. როგორც ბევრ სოფელში, აწყვიტაშიც შემორჩენილია მიწური სახლები, თუმცა უმრავლესობა დანგრეულია და იქ აღარავინ ცხოვრობს. 3 საუკუნის წინანდელ სახლებს აქაურები დღესაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. შიგნით ამ ოჯახში მე როცა ვიყავი, ამ ოჯახში დიდი ოჯახი იყო, ბევრი შვილები ყავდათ. ეს მე შევისყიდე, ჩემი სახლი აქ არა, ჩემი სახლი ზემოთ არის, სადაც მე დავიბადე. მხოლოდ ეს სახლი შევისყიდე, მაგრამ აქ მე აქ გავიზარდე და ბევრი შვილები ყავდათ, დიდი ოჯახი იყო. და მე ეს შვილები სულ გადასახლდნენ, მოხუცები რომ დაისაქნეს, ეხლა 5-6 წელია, 7 წელია, რაც ეს ოჯახი გადასახლდა აქედან. ხო და ეს მე რო შევისყიდე, ეს მიწურს რომ აშენებდნენ, მიწურები მაშინ შიშიანობის დროს შენდებოდა. ეს იმიტომ რომ ესე იგი მტერი რო შემოვიდოდა, მაინც მიწურს კეტავდნენ და აღება ცოტა ძნელი იყო მიწურ სახლებისა. და ღამე რო ანთებდნენ შუქს და ბანებზე ჰქონდათ ფიცრები აკრილი, იმას ჩამოწევდნენ, თოკებით ჰქონდათ, ჯაჭვით. და იმას კეტავდნენ ფანჯრებს, რომ სინათლე არ გასულიყო შიშიანობის დროს. აი, იმიტომ იყო მიწური ბინები და მაშინ თან კრიშიანი სახლები არ იყო და უფრო ძირითადად მიწური ბინები იყო. და 49 წელში, 48 წელში მამაჩემმა გააშენა პირველი სახლი აქ კრიშიანი. და ჩვენ გადასახლებული ვიყავით აფხაზეთში. იქიდან რომ მოვედით, მერე გააშენა მამაჩემ. მიწურში ვცხოვრობდით კიდე. სულ მიწურები იყო აქა. მიწურში არ გეშინოდა, იმიტომ რომ კარგად იყო დახურული, გაკეთებული, ხოლოდ მაშინ კრაუტები არ იყო და ტახტები იყო და ჩვენ საქვებს ვეძახდით. ტახტები იყო გაკეთებული, იმ ტახტებზე წვებოდით. ზოგადად იყო ოთახი. შუაზე ბუხარი იყო, თუ ფურნე ქონდა, ფურნეც იყო. ბუხარი იყო, აქედან ტახტი იყო, აქედან ტახტი იყო და შუაში მიწური იყო, ჩვეულებრივად. და ზევიდან ლამაზად დახურული. იქ მიწა არ ჩამოდიოდა, მიწის ხსენება არ ჩამოდიოდა, ისე იყო გაკეთებული. ჯერჯერობით არაფერი არ ვანგრევთ.
ჩემია ეხლა და ესენი ამის პატრონი გადასახდნენ. ეხლა მაქვს მარანი, ოდაში მარანი მაქვს. ჩვეულებრივი თავანიც აქვს, დაბლა ცემენტიც აქვს, რომ ცხოვრობდნენ, შიგ ცხოვრობდნენ ეს ვინც წავიდნენ ჩვეულებრივად. ეს ძველი მასალა ძალიან მაგარი მასალა არის. ეს არის 1 საუკუნის კი არა, 3 საუკუნის სახლია ეს. რატის ოდა, ასე ქვია საოჯახო ტიპის სასტუმროს, რომელიც სოფელ აწყვიტაში 2024 წლიდან ფუნქციონირებს. აქ მოსულ სტუმარს მშვიდ ოჯახურ გარემოსთან ერთად უგემრიელესი ტრადიციული კერძების მრავალფეროვნება დახვდება. გამარჯობა. გამარჯობათ. როგორ ხართ? კარგად, თავად როგორ გითხოთ? კეთილი იყო თქვენ მოგზანება რატის ოდაში. გაიხარეთ, ძალიან ლამაზია აქ ყველაფერი და მიხარია რომ დღეს თქვენი სტუმრები ვართ. როგორც ვიცი, 2024 წლიდან არსებობს ეს ულამაზესი სივრცე სოფელ აწყვიტაში. რამ გადაგაწყვეტინათ საოჯახო ტიპის სასტუმროს გაკეთება და ზოგადად რამდენი დრო დაგჭირდათ ამ ყველაფრის გასამზადებლად? დაახლოებით მე-10 წელი იწურება, რაც ეს მშენებლობა მიმდინარეობს. გადამაწყვეტინა ჩვენი კუთხი, ჩვენი სოფლის ტრადიციულმა სიყვარულმა, ქართველები ვართ და ნუ აქ ყველაფერი მესხეთთან და კუთხესთან ასოცირდება აქ ინფრასტრუქტურა, რაც კი არის აქ გაკეთებული ყველაფერი. ყველაფერი თქვენით მოახერხეთ, რაც კი ბატონო, ჩვენი საკუთარი სახსრებით არის აქ ყველაფერი გაკეთებული. განსაგებია. დღეს რა ხდება აქ? აქ მოსულ სტუმარს, გარდა ტრადიციული კერძების დაგემოვნებისა, რა სივრცეებს სთავაზობთ, რა მომსახურებას? ტრადიციული კერძები გვაქვს 6 ნომერი. შეუძლია აქ მოსულ სტუმარმა დაახლოებით 20 ადამიანმა მოისვენოს. დააგემოვნოს ისევ და ისევ მესხური ტრადიციული კერძები. ალბათ ტრადიციული კერძების მასტერკლასებსაც სთავაზობთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, არის ტრადიციული კერძების მასტერკლასიც. მომავალი წლიდან სიახლე გვექნება, აუზი გვექნება მოსული სტუმრებისთვის და რა ვიცი, ყოველწლიურად ვეცდებით, რომ სიახლეები იყოს მოსული სტუმრებისთვის. თან ტურისტულად აქტიურ წერტილში ვიმყოფებით, ასე რომ ვთქვათ, ძველი დროიდან დღემდეც კი აქტიური ტერიტორია და აქედან გამომდინარე ვცდილობ ჩვენ რომ 4-ვე სეზონი გავხადოთ დატვირთული და მივიღოთ სტუმრები. იმიტომ რომ 4-ვე სეზონზე მე ვფიქრობ რომ საინტერესოა ჩვენი კუთხე. მე როგორც ვიცი, თქვენ ხართ პროფესიით იურისტი, სტომატოლოგი და ასევე ძალიან კარგად გეხერხებათ ამ ყველაფრის კეთება. კი ბატონო. სტომატოლოგისა და იურისტობისა რა მოგახსენებთ? ამჟამად რა საკეთებთ? ერთწლიანი შეხება მქონა იურისტობასთან. სტომატოლოგიურთან კავშირი არ მაქვს საერთოდ დამთავრების შემდეგ. ჩემი პროფესია მე ვთვლი რომ აი მშენებლობა არის, რომლითაც დაკავებული ვარ 9 წელია და სიამოვნებასაც ვიღებ ამ ყველაფრიდან. ბევრი ძიების შემდეგ იპოვეთ საკუთარი თავი. კი ბატონო, ნამდვილად ეგრეა. ძალიან მიხარია, მადლობა თქვენ მასპინძლობისთვის და ვფიქრობ რომ ძალიან კარგ საქმეს ემსახურებით და ეს აუცილებლად დაგიფასდებათ. დაგიფასდებათ იმით, რომ თქვენ სოფელს მთელი საქართველო გაიცნობ. წლის რევაზ მელიქიძეს სოფელ აწყვიტაში ყველა იცნობს. ის ბავშვობიდან ლექსებს წერს და მისი შემოქმედება აქაურებს ძალიან მოსწონთ.
ბატონო რებას გამარჯობა. როგორ ძანდებით? კარგად. მიხარია თქვენი მოსვლა. ჩემს ოჯახში გინაცვალე. მადლობა თქვენ, რომ ესეთ შემოქმედებითი ნიჭით ხართ დაჯილდოვებული, როგორც ვიცი, ლექსებს წერთ და სოფელში თქვენი ლექსები ძალიან პოპულარულია. თავისთავად. გითხარით, აბა, როდის დაიწყეთ ამ ლექსების წერა? რაზე წერთ? ლექსების წერა დაიწყეთ თითქმის 40 წელია მე ლექსებს ავწერ. არა კრებული, არა მაგ გამოცემული. რატომ? არა მახსენ მუღამი. აი, გაზეთებში გამოდიოდა ხოლმე. კარიბჭეშიც გამოვიდა, ასმინის გაზეთში, რა ვიცი. პროფესიით ვინ ბრძანდებით? პროფესიით ბუღალტერი ვარ. ბუღალტერი და წერთ ლექსებს. რა საინტერესოა. ეს ნიჭი მომდევს დედაჩემის მხრიდან. დედაჩემის მხარე ყველა ლექსებს წერდა. ძირითადად რაზე წერთ ლექსებს? ყველაფერზე. სიყვარულზე, ბუნებაზე, სოფელზე, რაიონზე, სოფლის სახელი დიდ მადლობას უმახსენებ. გაიხარეთ. რომ სოფელი გამოაჩინეთ და გამოამზიურეთ ვიტყვიან რა. კარგი, წაგიკითხათ ერთ-ერთ ლექსს. ჭიკჭიკებს ჩიტი ჩვენ სოფლის გზებზე, გალობს ნაზიხმით ტკბილად ბულბული, ამ ჩვენ სოფელში ჩემო ძვირფასნო ისმის ზურნის ხმა ხალხის გუგუნი. მზე კვლავ ანათებს თავის თბილ სხივებს, კვლავ ჩავს ზემოდან სუფთა ლურჯიცა, ამ ჩვენს ხარეში სუფოებს სითბო და სითკბო, თითოეულს აქვს თავის გულის თქმა. ჩვენი მხარია სტუმართ მოყვარე, მიგიღებთ ყველას ალალი გულით, პატივცემთ როგორც წესად გვაქვს მესხებს, კერჩი ჩაგიგრათ თქვენ სიყვარული. შოთას თბილკერას ჩვენ არ ჩავაქრობთ. არც მის ნაღვაწარს ნაშნობს ნაომარს, მისსა პოემას ხომ სოფლიო იცნობს, ძველი გადასცემს ახალ თაობას. მრავალ ტანჯულსა ჩვენსა ასპინძას, დღეს ისევ ხედავთ ხრესა და მედგას, აქ წინაპართან ამ მოღვაწარში გმირთა ქართველთა გულები ფეთქავს. მოგესალმებით მესხი მელექსე, აქ მობძანებულ ჩემს სახლის ჭერთან, მოსულხარ სტუმრად ჩვენსა ოჯახში, კარიღია ყოველთვის თქვენთან. ლოკოკინა მესხეთის საკმაოდ ძვირად ღირებული დელიკატესია. მოლუსკის ამ სახეობას ადგილობრივები კლდოვან ბორცვზე მცენარეების ძირას მოიპოვებენ. მისი მოპოვების და დაგემოვნების პერიოდი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება. გამარჯობათ ბავშვებო. როგორ ხართ? კარგად თქვენ? კარგად ვარ. მაინტერესებს როგორ მოიპოვებთ ლოკოკინას და როგორია პროცესი თვითონ? ჩვენს ხარეში მაგალითად სამცხე ჯავახეთში პატარა მცენარეებს უწოდებენ გლერძებს რა და ზამთრისთვის არის საკვებად გამოსაყენებადი. იბუდებს გლერძის ფესვებში. ხრით და ამას ვიყენებთ საჭმელად, აკეთებენ კიდე სხვადასხვა რამეებში იყენებენ კიდე. ხინკალი კეთდება, შემწვარიც არის მაგალითად და უმეტესად მოხარშულს იყენებენ რა საკვებად. ეს ხა რამდენი დრო გჭირდებათ? მაგალითად ერთი კალათი რო შეავსოთ. ძნელად მოსაპოვებელი არის. არის, ხო? სადღაც 200 სალამდე გამოდის 1 კილო რა მაგალითად და სჭირდება 1 საათიდან 2 საათამდე რა მაგალითად. ძირითადად როგორც ვიცი ნოემბრიდან აპრილამდეა მისი მოპოვების და დაგემოვნების პერიოდი. დიახ. შემდეგ უკვე აღარ ვარგა თუ როგორ არის? მერე წარი ხდება რა, აღარ არის საკვებად ვარგისიანი. როცა აცივდება და ყინვა მოუჭერს, იკეთებს როგორც ასე, აქვს თეთრს რა და საჭმელად უკვე ვარგისიანი ხდება. საკმაოდ ძვირად ღირებულია. რა ღირს დაახლოებით თუ იცი? კილო სადღაც 50-დან 70 ლარამდე რა. ესე იგი ხორცზე ძვირია.
ძალიან კარგი. მოდი აბა მე მინდა რომ დავესწრო ამ პროცესს და შემდეგ როგორც ვიცი ოჯახში მიგაქვთ. კი, ოჯახში მიგვაქვს. და მინდა ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს როგორ მზადდება თქვენს ოჯახში ლოკოკინა და რამდენად იოლია მისი მომზადების მეთოდი. გამოყვებით მოკლედ სახლში. ლოკოკინის მოპოვების პროცესში მეც აქტიურად ჩავერთე და მივხვდი, რომ მისი მოძიება არ იყო მარტივი, თუმცა რაც შეგროვდა ერთ სადილს ნამდვილად ეყოფოდა და წავედით მის მოსამზადებლად. გამარჯობა. გამარჯობათ. როგორ ხართ? კარგად თავად? კარგად, მოგიტანეთ ლოკოკინა. კი ბატონო, გავრეცხოთ ახლა ჩვენ ეს ლოკოკინა და შევუდგეთ მის მოხვარშვას. ყველა ხომ ძალიან ველოდებით. კი, ბავშვებმა მოიპოვეს. საკმაოდ რთული პროცესი ყოფილა, არ არის კი. მარტივი, შრომატევადია. ძალიან რთულია მისი მოძიება. თუმცა იმდენად გემრიელია ღის წყალებად. ნამდვილად. ეხლა უნდა გარეცხოთ. ახლა გავრეცხავთ ამას, რომ სუფთა იყოს. მიწაშია მოპოვებული და მაინც მოყვება მიწა და ჭუჭყი. გავრეცხავთ ამ ლოკოკინას, ადუღებულ წყალში ჩავყრით. მარილი უნდა გქონდეს ჩაყრილი. შემდეგ 20-25 წუთის განმავლობაში უნდა იხარშებოდეს და ამასობაში თან ქაფს მოიკიდებს და ქაფსაც მოუხდით. 25 წუთის მერე მზად არის ჩვენი დელიკატესი. ვაუ. ჩვენ ახლა დავაგემოვნებთ ლოკოკინას, მთაში მოპოვებულს და რაც მთავარია, ნახავთ მის მომზადების პროცესი. კი ბატონო. როგორ მაინტერესებს მომზადების პროცესი? კი, წყალი დადგმული გვაქვს დუღს უკვე. ჩავაყრით ახლა მარილს და ჩავყრით ლოკოკინას. დაველოდებით მე 20-25 წუთის მანძილზე და ამასობაში ჩვენი გემრიელი ლოკოკინაც მზად იქნება. შესანიშნავია. ჩვენი გემრიელი ლოკოკინაც მზად არის, შეგვიძლია ახლა გავსინჯოთ. ვაუ, როგორ დავაგემოვნოთ ჩვენი დელიკატესი. როგორც ვიცი, ეს არის ძალიან სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. ძალიან ბევრი ესეთი თვისება აქვს, რომელსაც იყენებენ და ასევე ქალბატონები გამოიყენებენ კოსმეტიკაშიც, ხო? დიახ. ლოკოკინას ჩვენში მხოლოდ საკვებად არ იყენებენ, საქართველოში კოსმეტიკაშიც გამოიყენებენ, სამზარეულოშიც გამოიყენებენ და მედიცინაშიც. ანთების საწინააღმდეგო ყოფილა, მცირეოდენი ჭრილობისთვისაც კარგი ყოფილა და ლორწოს, კანისთვის, აკნეს სამკურნალოდ ძალიან კარგი ყოფილა ლოკოკინის ლორწო. ასევე ჯანმრთელობისთვის რა მიმართულებას უხდება? აი გულს მე გამიგია. გულს უხდება კი და ასევე არის სახსრების ტკივილისთვისაც ძალიან კარგი და ასევე A და E ვიტამინს შეიცავს, მაგნიუმს შეიცავს ძალიან ბევრს და ნაკლები ცხიმი აქვს და ბევრი ცილა. მირთვით აბა, როგორ მოგეწონებათ ლოკოკინამ? კი ბატონო. როგორ უნდა მივირთვათ, ისიც ვაჩვენოთ ჩვენს კი ბატონო. მაყურებელს. ავიღებთ ჭხირს. ლოკოკინას თან მოვათავსებთ და ნელ-ნელა ამოვიღებთ. კი ბატონო. ესე იგი, ამოვიღებთ. კი ბატონო. ვისაც ცოტა მეტად მარილიანი უყვარს, მარილშიც ჩააწობენ ხოლმე და მიირთმევენ გემრიელად. ვიზუალს არ მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ მერწმუნეთ ძალიან გემრიელია და რაც მთავარია სასარგებლო. სასარგებლო და სიტყვაზე მინდეთ, მეგობრებო. არ იფიქროთ, რომ კადრისთვის მივირთმევ, მართლა ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია. მიირთვით გემრიელია, შეგერგოთ. დააგემოვნეთ ლოკოკინა და გაიჯანსაღეთ თქვენი ჯანმრთელობა.
დავემშვიდობეთ არაჩვეულებრივ მასპინძელს და გავაგრძელეთ სოფლის ორღობეებისკენ გზა. ერთ-ერთ ეზოში ნიჭიერი ახალგაზრდები შევნიშნეთ, რომელთა სიმღერამ ნამდვილად მიიქცია ჩვენი ყურადღება. გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ ხართ? გაიხარეთ, მეც ესე დავდივარ თქვენ სოფელში და მომესმა ძალიან ლამაზი ჰანგების ხმა და ძალიან მიხარია რომ ამდენი მომღერალი ცხოვრობს ამ ერთ სოფელში. დიახ. აბა გითხარით როდიდან, საიდან, როგორ იკრიბებით? როგორც ხედავ, ესე ერთი ჩვეულებრივი დღე არის თქვენი. ალბათ თავისუფალ დროს როცა პოულობთ ერთმანეთს ნახულობთ და უკრავთ საყვარელ სიმღერებს და მღერი ხართ. დიახ. პატარები იყვნენ ეს ბავშვები, რომ ჩემთან მოვიდნენ ფანდური ვასავლეო და ვასავლი იქიდან დაიწყეს. აგერ დოლზე უკრავს ეს ვაჟკაცი. და ეცდებიან, რომ კარგი იყოს სასახელო სოფელი. მე თვითონაც აქ გავიზარდე სოფელში მიწევდა შაბათკვირაობით ამოსვლა ყოველთვის რაიონიდან და კარგი ბავშვები არიან ძალიან. ახლა რაც შეგუსრულებენ კარგი ბავშვები. მესხეთო ჩემო სიმღერა. სიამოვნებით მოვისმენთ, თან ცოტა შევისვენებთ და აბა გაგვახარეთ. შემდეგ გადაცემაში ჩვენ უძველეს დარნებთან მივალთ, სადაც ძველად მტრის შემოსევისას თავს აფარებდნენ. გაგაცნობთ სოფელ აწყვიტაში მცხოვრებ მევენახეს, მეფუტკრეს და ხელმარჯვე ქალბატონებს. დაგველოდეთ, წინ საინტერესო მოგზაურობა გველოდება.